საქართველოს პრეზიდენტს ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტის ბოლოს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო აკადემიაში უმასპინძლეს. მიხეილ სააკაშვილის სასწავლებელში პენტაგონიდან სპეციალური რეისით გადაიყვანეს. მან ვერტმფრენით MV-22-ით იმგზავრა, რომელიც ვერტიკალური აფრენისა და დაშვების უნიკალური სისტემითაა აღჭურვილი. MV-22-ს მგზავრების გადაყვანა 5 ჯერ უფრო დიდ დისტანციაზე შეუძლია, ვიდრე ეს სტანდარტული შოულმფრენითაა შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების აკადემიაში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ისტორიული აკადემიის ცენტრალურ მოედანზე პრეზიდენტს საზეიმო მიღება გაუმართეს. აკადემიის ორკესტრმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. მიხეილ სააკაშვილის პატივსაცემად ქვემეხებით 21 ჯერ საზეიმოდ გაისროლეს. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს ანაპოლისის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის ისტორიული შენობა და სტუდენტთა საცხოვრებელი პირადად დაათვალიერებინა. აკადემიის დათვალიერების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის სტუდენტებს და აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა დიდ დარბაზში გამართულ მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ასეული კურსანტის წინაშე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების თავმჯდომარემ ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის ლიდერის სტატუსით წარადგინა. მიხეილ სააკაშვილმა კი სიტყვით გამოსვლისას ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ამერიკა საქართველოსათვის მხოლოდ პარტნიორი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელიც თავისუფლების იდეას განასახიერებს, აღნიშნა პრეზიდენტმა. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტუმრობა. უკვე ერთი კვირაა ის იმყოფება ვაშინგტონში, სადაც შეხვდა პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, კონგრესის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ეს არის ნიშანი იმისა, თუ როგორი ახლო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს. ჩვენი საზღვაო ქვეითები იბრძვიან და ატარებენ ტრენინგებს ქართულ ბატალიონთან ერთად ავღანეთში. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით საქართველოს კოალიციის სხვა წევრებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის ჯარისკაცი ყავს დისლოცირებული ავღანეთში. მათ განიცადეს დიდი მსხვერპლი. ქართული ბატალიონის წევრები, რომლებსაც მეორე ბატალიონის წარმომადგენლები შეუერთებიან, დიდებული მეომრები არიან. ისინი ჩვენ საზღვაო ქვეითებთან ერთად ზმურად იბრძვიან. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ, ისაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დემოკრატიული ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანაა კანონის უზენაესობის, ბიზნესის მარტივად წარმოებისა და ყველა იმ კუთხით, რასაც აკეთებენ. ნამდვილად სასიამოვნო და დიდი პატივია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიისათვის და მისი ხელმძღვანელობისათვის მივესალმოთ პრეზიდენტ სააკაშვილს. Thank you, Mr. Secretary. It's an incredible honor. დიდი მადლობა, ჩემთვისაც წარმოუდგენლად დიდი პატივია ჩემი ქვეყნის სახელით აქ ყოფნა. საქართველოში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. უძველესი დროიდან ჩვენი ქვეყანა მებრძოლებით გამოირჩევა. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა, რომელსაც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მოუხდა ბრძოლა მიეღწია იმ ადგილისთვის, სადაც ახლა ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ ვეპყრობით სათუთად ჩვენს თავისუფლებას და იმ ხალხს, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს. და რაც მთავარია, სწორედ ამიტომ ვეპყრობით სათუთად მსოფლიო ისტორიაში უდიდეს ქვეყანას ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამერიკა მხოლოდ სახელმწიფო არ არის ჩვენთვის, ის არის იდეა. საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ემუქრებიან, ვის თავისუფლებასაც ემუქრებიან, ამერიკა მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც შეგიძლია მიმართო. არა იმიტომ, რომ ის ძლიერია ან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები ხავს. უპირველესად იმიტომ, რომ ეს არის ქვეყანა, რომლის მსგავსადაც კაცობრიობის საუკეთესო უმაღლესი ღირებულება თავისუფლების იდეა არავის აქვს გაერთიანებული და ხორცშესხმული. ჩვენ ვიმყოფებით ავღანეთში თქვენთან ერთად. ქონდა პატივი გუშინ მომენახულებინა 3, ერთი ქართველი და 2 ამერიკელი ოფიცერი საავადმყოფოში. ისინი ერთად მსახურობდნენ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში და ერთად დაიჭრნენ. ჩემთვის სასიამოვნო იყო მათი შემართების და განწყობის ნახვა. მათ დაკარგეს სხეულის ნაწილები და ლაპარაკობდნენ მოვალეობის აქტიური შესრულების გაგრძელებაზე. ასეთია ამერიკა და ასეთია საქართველო. სანამ ვარსებობთ და ვსუნთქავთ, იმედს არასდროს დავკარგავთ. არ მივეცემით პესიმიზმს და არ დავთმობთ თავისუფლებას. არასდროს დაგვაუწყდება, რომ 2008 წელს ალყაში მოგვაქცია მტერმა, რომელიც იყო ბევრად დიდი, ბევრად მრავალრიცხოვანი, ბევრად უკეთ შეიარაღებული და
ჩვენს სამხედროებზე უკიდურესად აგრესიული. ეს იყო ზუსტად ის დრო, როდესაც ჩემი ქვეყნის არსებობას და თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა. არასდროს დაგვავიწყდება, რომ ეს იყო დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და მთავარ სარდლის ბრძანებით ამერიკელი საზღვაო ქვეითი ძალები საქართველოსკენ დაიძრა. ფლოტის 6 ხომალდი შემოვიდა ჩვენ სანაპიროზე, ჩატარდა ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია ჩვენს აეროპორტებში, ეშებოდნენ ამერიკული თვითმფრინავები და როდესაც ეს ბრძანება გაიცა, ვნახეთ, რომ თავდასხმა ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს მთავრობაზე და ჩვენს ხალხზე შეჩერდა. ეს არ დაგვავიწყდება არა მარტო ჩემს, არამედ მომავალ თაობებს, რომლებიც სათუთად მოეპყრობიან იმას, რაც თქვენ და თქვენმა ქვეყანამ გააკეთეთ პატარა საქართველოსთვის, მთელი რეგიონისთვის და იდეისთვის, რომ თავისუფლება უნდა დაიცვა და მისი დამარცხება შეუძლებელია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი ოფიცრები და ჩვენი სტუდენტები ამ აკადემიაში იმყოფებიან. ეს ძალიან სასიამოვნოა, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ყველანაირი სიტუაცია. ვისმენთ პესიმისტების განცხადებას, რომ ამერიკა სუსტდება, რომ მისი ეპოქა წარსულს ჩაბარდა, რომ უნდა დანებდეს და სხვებს უნდა დაუთმოს ადგილი. სოფლიოში არ მეგულება და არც ისტორიიდან არ მახსენდება, რომ ვინმე შეეძლოს მიუახლოვდეს იმას, სადაც ახლა ამერიკაა. ასე რომ თქვენ გაქვთ კავშირი არა მარტო საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ ჩემს ხალხთან, რომელსაც უყვარხართ და რომელსაც აქვს სურვილი იბრძოლოს თქვენთან ერთად. დაიცვას თავისუფლება და ჩვენი საერთო ღირებულებები მსოფლიოს მეორე ნაწილში. ჩვენ პატარა, მაგრამ ძალიან ამაყი ქვეყანა ვართ. ჩვენმა წარმომადგენლებმა ნამდვილად იბრძოლეს ამერიკისთვის. გაერთიანებული შტაბების ყოფილი ხელმძღვანელი გენერალი ჯონ მალხაზ-შალიკაშვილი ქართველი ოფიცერი იყო. ჩვენ ყავდა სხვა წარმოშობით ქართველი ოფიცრებიც, რომლებიც ამერიკის დროშის ქვეშ მსახურობდნენ, რადგან ამერიკის თავისუფლება მათ საქართველოს თავისუფლების იმედს აძლევდა, რადგან ამერიკის მომავალი დაკავშირებული იყო ჩემი ქვეყნის მომავალთან. მნიშვნელობა არ აქვს ვინ რა სიტყვის. ამერიკის საუკეთესო დღეები წინაა და მოდით ვთქვათ, ჩვენი და ჩვენი მსოფლიოს საუკეთესო დღეები და თავისუფლებაც წინაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჩემთვის დიდი პატივია ამ ახალგაზრდებთან შეხვედრა, რომლითაც არა მარტო თქვენ, არამედ მსოფლიოც იამაყებს. დიდი პატივია ჩვენი სტუდენტების ნახვაც, რომლითაც არა მარტო ჩვენ ვამაყობთ, არამედ დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს თქვენც იამაყებთ, რომ ამ აკადემიაში სწავლობდეთ. ჩვენ გვაქვს საერთო მომავალი, საერთო ბრძოლა და ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა. Prevail together. Go in. Thank you. ანაპოლისის აკადემია 167 წლის წინ დაარსდა, ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამხედრო სასწავლებლად ითვლება. თავის დროზე აკადემია პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა და რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმაც დაამთავრეს. სასწავლებელში 4400 სტუდენტი სწავლობს, მათგან მხოლოდ 30-ია უცხოელი სტუდენტი. აკადემიაში ამ დროისათვის 4 ქართველი კურსანტიც გადის მომზადების კურსს. მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტების საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა, მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა და ესაუბრა. So that's your room. Yes, sir. President. Is it comfortable? It is. It is really. When meteori dafis rektori ro წარმოუდგენლები არიან. ესე გაუგნებული ვარ ისე გადაწეს. ისე დონე არის წარმოგალი. და კალიბრი. სულ წარმოუდგენლებს ჩვენი ქვეყანა. და გვეჩქენებო ნატოში შეხვიდეთ იმდენად მაგრები არიან თქვენები რა. ბევრად მეტი მინდა წავიყვართ. სულ არის 50 უცხოელი და და ბევრად მეტი მინდა ჩამოვიდეს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვიწყებ ძალიან დიდ პროგრამას ჩვენი შეერთებული ძალების მომზადების ამათთან ერთად. ეს ნიშნავს რომ ეხლა თუ 4 ხართ ათეულობით უნდა იყოს მინიმუმ მარტო ამ აკადემიაში. აკადემიებში ჩასეულობით, იმიტომ რომ ჯერ თუნდა მომზადოთ ხალხი თბილისის ქვეშ მომზადოთ, უნდა მომზადოთ სხვები უკვე საქართველოში. Тридцать. Вот это видите, что чего будет? Нет. Это надо сайт угадать, чтобы это как всегда. Хауша роса дача. А вот ходит. Америкაში სამხედრო საწავლეებს რო ეს ყველანაირად უჭირავს თავი აბსოლუტურად ეგრევე გამოარჩევა 1000 კაცში და ჩვენი ქართველები ზუსტად ეგრევე არიან და ეხლა რო შევხედო არ ვიცოდი რომ ქართველები არიან ზუსტად აი ეს აქვს დაყენებული რაც ამერიკელებს აქვს და ესაც ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ეს თქმის იმ ტრადიციას რომელიც რუსია მოგვიკლეს იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის შეერაღებულ ძალებში არ იწვევდნენ პრაქტიკულად არ იწვევდნენ ქართულ ოფიცრებს და არ ენდობოდნენ და ახლა ნულიდან იქნება ტრადიცია, მაგრამ აქედან გამოვლენ ჩვენ ისტორიაში ყველაზე მაგარი ოფიცრები, რომელიც როდესმე ყოლია საიდან, იმიტომ რომ სოფლიოს ყველაზე საუკეთესო აკადემიაში სწავლობენ და ბევრად მეტი ჩამოვარდა. და საქართველოს იმხელა
იმდენად გენეტიკურად გვაქვს სამხედრო ტრადიცია, რომ შეუძლებელია რომ ჩვენი ოფიცრები არ იყო მაგრებით. ხან სოფლიოში იყო ყოველ სახელგანთქმულები. ისევ დაბრუნდება ეს ტრადიცია, დაბრუნდება აი ამ კედლებში და სხვა ამერიკულ აკადემიებიდან. და მე ჩვენთანაც რა თქმა უნდა აკადემიას განმავითარებით და ისე მომენტ დახვარებით. პრესტიჟულია იმ თვალსაზრისით, რომ იძლევიან არა მარტო სამხედრო განათლებას, არამედ ზოგად განათლებას, რომელიც არის ამერიკაში ცნობილი ლიბერალ არტს კოლეჯი. და არის ერთი საუკეთესო თვითონ ამ საკითხში და თვითონ ყოველდღიური ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია. ჩვენთან საქართველოს შესანიშნავი წარმომადგენლები იყოფებიან. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ განათლება სწორედ ამ აკადემიაში იღებენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი სამაგალითო კურსანტები არიან. ანაბოლიცის საზღვაო სამხედრო აკადემიაში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტს სამახსოვროდ სამხედრო აკადემიის კურსანტთა ქურთუკი გადასცეს. პრეზიდენტისათვის განკუთვნილი მფრინავის სპეციალურ ქურთუკზე აკადემიის სიმბოლოსთან ერთად მისი სახელი და გვარია დაწერილი. საჩუქარი მიხეილ სააკაშვილს ანაბოლიცის საზღვაო სამხედრო აკადემიის წარმომადგენელმა სასწავლებელში შეხვედრის დროს გადასცა.